მავთულები, კაბელები, ხის სამშენებლო ნაწარმი, ელექტრული აპარატურა 2025 წელს საქართველოდან ვენესუელაში $254,000 ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით გასული წლის ნოემბერში ვენესუელიდან საქართველოში $8,000 გადმოირიცხა. მადუროს რეჟიმს რუსეთის გავლენით ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული. აფხაზეთის სუვერენიტეტი არ ექვემდებარება გადახედვას ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს საგარეო უწყებას პასუხობს. ქართული მხარის განცხადებაში იმედია გამოთქმული, რომ მიმდინარე მოვლენები ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებას გამოიწვევს. დროა გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულმა არალეგიტიმურმა რეჟიმებმა საქართველოსა და ბელარუსში ჩაატარონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ჯო უილსონი მადუროს დაკავებას ეხმაურება და დიქტატორული რეჟიმების კონტექსტში საქართველოსაც საუბრობს. ახალი წლის დღეებში ზედოზირების 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 3 პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში, ამის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე წერს. გააგრძელეთ ასე რეფორმების გატარება ამ დარგში და შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნება მიმართავს ის ოცნებას.